სალამი ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები პარასკევს საღამოს ტრადიციულად კვლავ თქვენთან ერთად არის. მე მიშა ვარ, მივესალმები ბატონ გიორგის. გამარჯობა, მოგესალმებით. ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? ჯერ ეგ გითხარით. ნორმალურად. ნორმალურად. მიშას ველოდებით 16 ივნისს. ეს ვიდეო რო დაიდება 16 უკვე გავლილი იქნება. უკვე გავლილი იქნება, მაგრამ შედეგები ინტრიგას იქნება. ოკეი ბატონო. ინტრიგა. დღევანდელი თემა არის ძალიან ასე ვთქვათ არ ვიცი რა დავარქვა, ბევრი გვაქვს პრინციპში, სხვადასხვა ვიდეოებში ნასაუბრები, პირდაპირ, ირიბად, ასე შემდეგ, მაგრამ დღეს გადავწყვიტეთ, რომ კონკრეტულად გვესაუბრა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ესე ვიტყოდი ფოლადზე. კი ბატონო. ფოლადებზე. თითო ფოლადი შევარჩიეთ ესე სასაუბროთ და შიგადაშიგ ბატონი გიორგი სხვა საინტერესო ამბებსაც გვეტყვის. კი ბატონო, მოდი ერთს ვიტყვი, რომ ძალიან დიდი ხანი უვლიდით ამ თემას გვერდში და ხშირად იყო ხოლმე კომენტარებში, რომ ფოლადებზე ისაუბრეთ. არ მიყვარს ხოლმე იმაზე საუბარი, რასაც ვთვლი, რომ არ ვიცი. შეიძლება ხშირ შემთხვევაში ისეთ რაღაცაზე ვისაუბრო, რომ თქვათ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ ვიცოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ ვიცი რა და ფოლადების თემაში მე ეგრე ვარ, რომ ძალიან შორიდან უვლი. ფოლადზე რო ისაუბრო, ალბათ უნდა იყოს მეტალურგი რა, რომ კაი მეტალურგი რო ფოლადზე შეძლო საუბარი. ისიც საკითხავი არის, მიშა, რა იგულისხმება, როცა გამომწერი გვეკითხება ფოლადზე ისაუბრეთო და ჩვენ როგორ გვესმის. ხო. ეხლა რაღაცა შენ ისე თქვი, მე ესე მგონია, რომ თითქოს რაღაცა იქ შემადგენლობებზე და რაღაცა იქ მარტენსიტი, აუსტენიტი და რაღაცა ფაზებს რო იცვლის და შიგნით მარცვლები და ასე შემდეგ, რაც მე ბოლომდე კარგად არ მისმის, ხო? ხო და არა მგონია თვითონ დაინტერესებაც ესეთი იყოს. მოდი რა კითხვასაც რო ჩაუღრმავდეთ. ჩემი აზრით ალბათ აინტერესებთ სამომხმარებლო დონეზე. რისთვის რა არის და ვთქვათ რა ფოლადი და როგორ არის და ალბათ მაგასაც უნდა ჩაუღრმავდეთ მიშა, კი, ცალ-ცალკეც ვისაუბროთ, პატარა რაღაც ორი ფოლადი გვაქვს შერჩეული, იმაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ზოგადად ალბათ თვითონ რიგით მომხმარებელში რა სხვაობა არის, როგორ არის, აი სამოყვარულოსაც ეგეც შეიძლება რომ აახსნათ რა მიშა. კი ბატონო. ძალიან ბევრ რამეზე არის დამოკიდებული რიგით მოხმარებაში, როგორი ფოლადი როგორ იმუშავებს და აი ესე მარტივი პასუხი არ აქვს ხოლმე რა, თქვათ რომ აი რომელ ფოლადს გვირჩევთ. ძალიან ბევრი მოხმარებელი მოდის ხოლმე რომ აი წაკითხული აქვს რომ ეს კაი ფოლადი არის და არ იქად და გინა თუ არა კარგი უნდა გამოვიდეს ისდანაც და კარგად უნდა გაიელოს კიდევაც. ხო, საერთოდ ვერ გაჭრა შეიძლება ყველა ვერაფერი რა და დამოკიდებული არის ძალიან ბევრ რამეზე. წრთობა როგორ მოხდა, დანა როგორ მოხდა გამოყვანა, პირის გამოყვანა, გეომეტრია როგორი აქვს, როგორ არის გალესილი და ასე შემდეგ. ერთს ვიტყვი, რომ მეტალურგიაში რომ რაღაც გავიგონებთ, რომ ახალი ფოლადი მოიგონეს და არ იქად და რაღაცა საოცარი არის, ხო? ეგ სინამდვილეში შეიძლება რიგით მომხმარებელმა სხვაობა საერთოდ ვერ შეამჩნიოს. ხელ უბრალოდ ნენელა ვითარდება ეს ყველაფერი და მეტალურგიაში დღეს რო აი რაღაცა ზღვარზე ვართ და რაღაცას რო იკვლევენ და რაღაც ახალს გამოიგონებენ, რომელიც შეიძლება 5%-ით იყოს გამოჯობესებული რაღაცა თვისება, რომელსაც რიგითი მომხმარებელი ვერ შეამჩნევს, ის მეტალურგიაში უკვე რაღაცა გადატრიალებად ითვლება. ხო და ეგ იცოდეთ ხოლმე რომ ეგრე არის. დანარჩენი ეხლა მოდი ფუნილოვანი და ისიც ხო არ აუხსნათ. ორი სახეობის ფოლადები არის, ტექნოლოგია არის რა. ფუნილოვანი და ასე ვთქვათ სტანდარტული დავარქვათ, კონვენციურს ეძახიან, მე მგონი მეშლება რა და. ჩვენ დღეს სტანდარტულზე ვისაუბრებთ. ხო, დღეს სტანდარტული გვაქვს, მაგრამ ნუ შეხება იქნება მაგასთან. ანუ ჩვენ მე რა ფოლადიც მაქვს შერჩეული, იმისი ფუნილოვანი ვერსიაც არის. ხო და სხვაობას ესე შევეცდები რომ აგიხსნათ რაღაცა როგორ ვთქვა გლეხურ ენაზე. ახლა მშენებლობასთან მქონდა რაღაც აქტიური შეხება და აი რაღაც ისეთი მაგალითი მომყავს ხოლმე, როცა ვცდილობ აუხსნა. რაღაც სხვაობა არის ფუნილოვანსა და სტანდარტული მეთოდით გაკეთებულ ფოლადს შორის. როცა მარკა ერთი არის, მაგალითად CPM 154 და CM 154, ხო, ერთი არის ფუნილოვანი, ერთი არის სტანდარტული. იქ შემადგენლობები არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. უბრალოდ ერთი, აი რო წარმოიდგინოთ როგორ მაგალითს მოიყვან, ახლა არ დამცინო. შენებლობის თემაზე მოვიყვან. ქვიშა ცემენტი რა.
ქვიშაცემენტს რო აიღებ ქარხანაში რომ მოურევს, ის აიღებს სიტყვაზე 300 მარკას. და შენ რო ხელით მოურევ ახლა იგივე რაოდენობის ქვიშაცემენტს, ხო? არ გამოდის ისეთი ხარისხიანი და კარგი და გამოვიდეს შეიძლება თქვა 200 მარკა. კარგად გადანაწილდება, კი, რა თქმა უნდა, იგივე არის აქაც რა, ფხვნილოვანში არის იდეალური გადანაწილება, იდეალურად აი ეს ყველაფერი ეს როგორ ვთქვა, ინგრედიენტები, ესე დავარქვათ, მასალა იდეალურად შერეული, იდეალური ზომისები და სტანდარტულში, ხო, სტანდარტული ტექნოლოგიით ისე კარგად არ გამოდის, რა და შესაბამისად არის მე აქ დიდი მარცვლები გვაქვს, შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი სტრუქტურას ღებულობს და სხვა თვისებები გვაქვს საბოლოო ჯამში ფხვნილოვანისგან განსხვავებით. მეორე მაგალითიც არის პურის წყობა, ანუ ჩვეულებრივად სახლის პირობებში, როდესაც გვერდები მიეწვება, კუთხეები მიეწვება, შიგნით კარგად არ ამოვა და სადაც უმი იქნება და დიდ ქარხნულ ღუმელში კარგი ერთნაირები რო გამოდის რა. აი ეგ არის დაახლოებით. ეგ არის რომ ფოლადი იგივე არის, უბრალოდ აქ იმ შემადგენლობიდან საუკეთესო თვისებები არის მიღებული და გამოყვანილი და სტანდარტული მეთოდით ეგრე არ გამოდის. თუმცა ფასში დიდი სხვაობა არის, ეს სრული ტექნოლოგია არის შედარებით და ფასში დიდი სხვაობა გამოდის ხოლმე. სხვა კიდე მთავარზე რო ვისაუბროთ, რიგით მომხმარებელს რა აინტერესებს, რომ კარგად გაჭრას, დიდხანს არ დაბლაგდეს და ასე ვთქვათ, არ ჟანგდებოდეს. ესე იცოდეთ, რომ ეს რამდენიმე თვისება რაც არის ფოლადში გადამწყვეტი, იქიდან ყოველთვის თუ რომელიმეს მოვამატებთ, რომელიღაცა კლებულობს. მაგალითად, აი თაფნეს ალბათ დავარქვათ სიმყარე დავარქვა თაფნეს ქართულად. ეს როკველი არის სისალეა და ის თაფნეს შეიძლება სიმტკიცე იყოს. ის არის სისალე არის. ნუ ლექსიკონში ესე წერია და სისალეს ვიძახი, სიმტკიცე სხვა თემა არის. ხო და თუ ვამატებთ რომელიმე თვისებას, თქვათ edge retention, რომ მეტი გაჭრას, თქვათ აყვავს, თქვათ რაღაცანაირად, ხო? იქ თაფნესი კლებულობს, თქვათ სიმყარე ის სიმტკიცე კლებულობს. თუ ამ კლებულობს. ხო, ანუ ჟანგვა მედეგობას დამოკიდებული არის წრთობაზე, რომ იცოდეთ როგორ არის ნაწწობი, რანაირად არის ნაწწობი. ასევე დამოკიდებული არის აი ჟანგვა მედეგობა, როგორი ფინიში აქვს. შეიძლება ერთ და იგივე ფოლადი იყოს და ფინიში თქვათ სხვადასხვა ქონდეს და ერთი ჟანგდებოდეს, მეორე თქვათ იგივე პირობებში საერთოდ არ ჟანგდებოდეს. ძალიან ბევრი ნიუანსი არის და მაგიტო არის, რომ რაღაცნაირად ვერიდებით ხოლმე ამ თემას რა და რომ თქვათ ან შეცდომაში არ შევიყვანოთ მაყურებელი და არც ჩვენ რაღაცა ისე რომ არ გამოგვივიდეს. სხვა როგორ შევყვეთ ახლა მიშა ამ თემას. მე პირადად ჩემი გადმოსახედიდან ჩემი საზომი ეს არის რა, რომ ახლა ლესვის პრობლემა მე არ მაქვს. დანარჩენი ახლა ალბათ მაგითი თქვენ ვერ იხელმძღვანელებთ. მაგრამ ეგეს ერთ-ერთი ანუ ფოლადებში, ანუ ზოგადად შენ 3 ფუნქცია აღნიშნე და მეოთხე ფუნქციად მე დავამატებდი, ანუ იოლად easy of sharpening. easy of sharpening. კი ბატონო, ვიღაცას იოლად შეიძლება შენ გაქვს ყველაფერი, თუ კი რამე შეიძლება ლესვაში გამოიყენო. აი მაგაზე ვიტყვი ახლა მიშა, ჩვენ ხელა სუბიექტურები ვართ ყველანი და სხვადასხვა გადმოსახედიდან ვუყურებთ. ხელოსნებისთვის კარგი ფოლადი არის, ოღონდ მართლა ეგრე უყურებენ რა, რომ ეგრე აქვს თუ ხედვა, იოლად რო ამუშავებს და იოლად რო გაილესოს და და მაქედან გამომდინარე ხედავს იმასაც, რომ აი სადმე რომ მოხვდები, დაგიბლაგდება, ადვილად იმასგან, ადვილად გალესო, ადვილად არ ტყდებოდეს ის იქიდან გამომდინარე ეგრე ხედავს. ხარა უმეტეს შემთხვევაში თან განსაკუთრებით ქართულ რეალობაში რა. ხო, ეგ არის რა მისესი რა. ქართულ რეალობაში და სხვაგანაც ეგ არის. ხო, და სხვაგანაც ეგ არის. ძალიან ბევრი შემთხვევაა, აი ფოლადების განვითარება რო იყო მეტალურგები რომ მიდიან ხელოსნებთან რო ეუნებიან, ნუ პრიორიტეტი აქვს რომ easy of sharpening. მაგიტო არა კასტომერს რო უყვართ ნიტროვი, ერველი. ბატონო, კი და მარტივად ამუშავებენ. დანარჩენია შესაბამისად ეგრე გამოდის რომ ყველა ჩვენებურად ხედავთ რა ვის როგორი ფოლადი მოგწონს. არ არის მაგაზე პასუხი, თქვათ რომელი ფოლადია საუკეთესო. მაგრამ ჯგუფების მიხედვით, ანუ სამზარეულოსთვის რაღაცა რეკომენდირებული იმისთვის და ამას ნელა მოგახსენე. კი, მაგაზე ვისაუბრებთ. დანარჩენი ჩემთვის ახლა ალბათ ისევ დაბალანსებული ფოლადისკენ ვარ მიშა. გადამეტებული მე არ მომწონს რა, ანუ აი Rexas 21 მაგალითად მე არ მომწონს. კოლექციაში ვიქონიებდი მაგალითად ახლა აქ წამოვიღე ჩემი კოლექციის რაღაცა ნაწილი, რომელიც ფოლადებით მაქვს შერჩეული, რომ აი სხვა ფოლადებსაც აქვს ხიბლი, რომ რაღაც აი ZDP 199 მაქვს, აი Viking style არის, აი 15V არის, K390 მაქვს. აი ეგრე მაქვს შერჩეული ფოლადები რა და Rexas სიმართლე გითხრა მაგ იდეით ვიქონიებდი.
სხვა მე რეგ 121-ის პლუს ვერ ავხედავ, სადანე ფოლადი ეგ არ არის. კი, ჩემპიონატზე რო გაიყვანო, დრაგზე დააყენო, გაასწრებს ყველას. გავიგე, მაგრამ დრაგზე ხო არ დგავართ არა ყოველთვის მაგარი არა კომფორტულია დრაგის მანქანიცია. ხო, კი ბატონო, ანუ დანა კატასტროფულად ძნელი სალესი არის, დანა ადვილად ჟანგდება ძალიან და დანა ადვილად იმსხვრევა და ადვილად ტყდება. სადანე და აი ყველაფერი არის კატასტროფულად ცუდი. შესაბამისად, ისევ და ისევ კოლექციონერის და რაღაცა მუღამის თემა არის, ესე დავარქვათ, რეგ 121, რომელიც ჭრის ჩემპიონი არის. გავიგე, ყველაზე მაგრა ჭრის. არ ბლაგდება, მაგრამ ვის რაში ჭირდება, შეიძლება დადო და თავისით დაჟანგდეს და დაბლაგდეს. დანა თუ დაჟანგდება თავისით, მე მქონია სახელოსნოში ჟანგვადი დანები რო გამილესავს, არ წაუღია რამდენიმე თვე და იმდენად ჟანგვადი იყო, რესორი იყო თუ რაღაცა იყო არ მახსოვს და რომ მოვიდა ადამიანი ფურცელსაც ვეღარ ჭირდა, იმიტომ რომ დაჟანგებული იყო, ახლა მედო თავისთვის რა და იგივე თემა არის რა, ვის რა მოგწონს. მე დაბალანსებული ფოლადებისკენ ვარ პირადად, რომ თქვათ, ადვილად არ ჟანგდებოდეს, ადვილად არ ტყდებოდეს და ნორმალურად ჭრიდეს და სიბასრეს იღებდეს და დანარჩენი ახლა გალესავ რა, ახლა სახელოსნოში თუ ვერ მოიტან ჩემთან საველე პირობებში გალესავ მართლა ისე რომ გაუჭრელი არ დარჩეს რა. კი ბატონო. ამ და სხვა ასე ვთქვათ მონაცემებიდან გამომდინარე არსებობს მეტნაკლებად პოპულარული ფოლადები და არის ძალიან პოპულარული ფოლადები. პირველად რახან წერთ, ასე ვთქვათ, რეალურად გამოვიდა რომ გიორგი მაც და მეც შევარჩიეთ ბიუჯეტურ სეგმენტში სუპერ პოპულარული ფოლადები რა. კი ბატონო. ხო ეგრეა. კი. შენი არის D2 როგორც ვიცი. კი, მე D2 გადავწყვეტე. ჩემი არის სენდვიკი და მოკლედ დაიწყება და ეც ვიტყვი კიდევ რა, რომ სანამ D2-ზე წავიკითხავდი, მანამდე თუ უბრალოდ შევარჩიე D2. ეხლა შეიძლება ითქვას, რომ იმდენი წავიკითხე ამ D2-ზე, რომ D2 შემიყვარდა და შეიძლება ითქვას, რომ აი D2-საც შევაგროვებდი თქო, რაღაც ეგეთ ხასიათზე ვარ. მაგას კი ხვდები, რომ სხვა ფოლადზე რო წავიკითხო, სხვა ფოლადშიც იგივე რაღაც სიღრმეებს აღმოაჩენ და რა თქმა უნდა იქაც იგივე იქნება. ჩვენზე არის დამოკიდებული რა, ვინ რამდენად ჩაუღრმავდება და ვინ რამდენად გაყვება ამ ყველაფერს. მე პირადად არ მინდა მაგდონეზე რო გავყვე ახლა ამ ყველაფერს და აი დანებით შემოვიფარგლები, იმიტომ რომ კიდევ უფრო მირთულდება ეგ თემა. თორე ეხლა D2-ზე რო კითხულობდი დღეს, იცი რა გამახსენდა მიშა? თუ გაქვთ ფილმი ნანახი ან შენ თუ გაქვთ ბაბილონი. ბაბილონი მარგო რობი და ბრედ პიტი რო თამაშობენ და ძალიან მაგარი ფილმი არის, რამდენიმეჯერ მაქვს ნანახი და მაგ ფილმში მე ცოტა სხვანაირად დავინახე ბევრი რამე. საოცარი ფილმი არის, უბრალოდ რაღაცა მომენტებმა ისე დამანახა, რომ აი რაღაცა თემაში შენ რო გონია, რომ შენით დაიწყო ყველაფერი რა, რომ ჩვენი თაობით დაიწყო ყველაფერი და თურმე არა. ხო და თურმე ეგრე არ არის რა, ანუ იქაც მეუცეს დასაწყისში 1900-იან წლებში თუ როდის დაიწყო ეს თემა, არანაკლებ გულაობდნენ, არანაკლები იუმორი ქონდათ და არანაკლებად ცხოვრობდნენ. ხო და რა მაგარი სცენები არის ეს პირველი. ძალიან მაგარი ფილმია. ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ ასევე უყურეთ. ძალიან მაგარი. მე კაი ხანი არ მენახავს და ეხა კაი გამახსენე და რა მაგარი მუსიკა. ჩაუჯდები უყურე. ხო და იგივე რაღაცა ეგ ფილმი გამახსენდა, იმიტომ რომ აი ახლა ჩვენ რო აქ D2-ს ვუყურებთ, რომ აი ძველი ფოლადია და იაფიანი ფოლადია და არაფერი არ არის და ასე შემდეგ და წარსული არის. თურმე ეს დროს ყველაფერი იყო მიშა. და აი ზუსტად ბაბილონში როგორც არის, ხო? აი ზუსტად აი ეგეთი სცენარები და ეგეთი სიუჟეტები. ძალიან ბევრი ჩამოვწერე, ამაზე 10-ჯერ მეტი წავიკითხე, ზოგადად ცუდი მახსოვრობა მაქვს, შეიძლება აქედანაც ვერ ამოვიკითხო ესე ყველაფერი, მაგრამ შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ, რომ 1871 წელს მიშა გერმანიაში, საქსონიაში დაიბადა პოლ რიჩარდ კენრიხი და 17 წლამდე მუშაობდა ბიძამისთან, რომელიც დაკავებული იყო ამ ფოლადების თემით. და 17 წლის მერე, გადაწყვიტა ამ პოლ რიჩარდ კენრიხმა, რომ გადასულიყო ბრიტანეთში. და ბრიტანეთში გადავიდა შეფილდში. შეფილდში რო გადავიდა, იქ აღმოაჩინა ესეთი კომპანია, ჰარი და ჯონ მარშები იყვნენ, ესეთი მარშ ბრაზერს ერქვა კომპანიას. სადაც დაიწყო მუშაობა. შეფილდი ინდუსტრიული, მეტალურგიული გიგანტური ქალაქი იყო მაგდროს. და მანდ მოხდა. და მანდ რომ მოხდა, თავიდან ეს პატარა კომპანია იყო.
და ნუ ეს რაღაც ისე გამოვიდა რომ ექსპორტის მიმართულებით დაიწყო ვინაიდან გერმანული წარმოშობის იყო და ხო ენა იცოდა ურთიერთობა იქ ავსტრიაში, გერმანიაში, სხვა გერმანულ და ევროპაში დაადიოდა და მოგზაურობდა ხოლმე. ხო და ამ ყველაფერთან ერთად ატარებდა ძალიან ბევრ ექსპერიმენტებს ატარებდა ფოლადებზე, ნენელა ეცნობოდა ხოლმე და ასე შემდეგ. ხო და ერთ-ერთი წასვლის დროს მოხდა საფრანგეთში და საფრანგეთში გადავხედო თუ ვიპოვნე იმისი გვარი ეპსტეინი იყო თუ ეგ ცუდი გვარია რა მე მგონი ეპსტეინი იყო რა რაღაც ეგეთი კაი იყოს მოკლედ დაკავებული იყო ის ადამიანიც თავისი ინსტრუმენტებს აკეთებდა კლიბებს აკეთებდა და ასე შემდეგ რაღაცებს აკეთებდა ხო და ну ძალიან პრობლემური იყო ყველა ძიებაში იყო მაშინ ახალი ფოლადების თემაში ყველა საოცარ ძიებაში იყო ხოლმე და ამ ფრანგმა რაღაც სატესტოდ ამ ადამიანს ამ კენრიხს გადასცა ერთ-ერთი ფოლადი რომელსაც იმ დროს თქვა აკეთებდნენ ჭურვებს აკეთებდნენ და რაღაცებს აკეთებდნენ ხო და ეს ფოლადი წამოიღო მერე ისევ საქსონიაში და დაიწყო ამაზე ექსპერიმენტები დაიწყო ნენელა ხო და გაზარდა ქრომის რაოდენობა, იმიტომ რომ აქ ქრომი მეტი იყო, ცოტა ნახშირბადი გაზარდა და რაღაცა ფოლადი გამოუვიდა და ნუ გახდა პოპულარული გახდა და ამ კომპანიის რაღაცა მოგებაც გაიზარდა თავიდან მუშაობა რო დაიწყო თქვათ რაღაცა კაპიტალებით 6000 ფუნტი რო ქონდათ, ბოლოს სანამ გამოეყოფოდა, იქ უკვე რაღაცა 130.000-ზე იყო, იქ რაღაცა 10 წლის მანძილზე რო გააუცმაგდა ეს ყველაფერი რა და ეს ფოლადი, თქვათ, პირველი ექსპერიმენტებს, რომელსაც ატარებდა, იმისას დაერქვა D3 დაერქვა, მერე D3 მარკა დაერქვა. და ესეთ თვისებები მიიღო, მერე რაღაც ჩვენთვის რო სასაცილოდ შეიძლება ჟღერდეს, რომ თანო ილესებაო, თანო იღუნებაო და არ ტყდებაო და თანო შუშას კაწრავსო. პაპ, შეხედა შეიძლება მაგარი მაგდროს მაგდროს რომელიც იყო საოცარი და გაახდა ნუ პოპულარული ეს ფოლადი დაიწყეს სხვადასხვა კომპანიებმა მისი ანალოგების კეთება და იზახდნენ რომ ჩამოსხმითაც კი ჩამოსხმაც შეიძლება და მაინც კარგი გამოდის და ბევრი შეიძლება დაიზოგოს რომ იქ გაჩარხვა არ მოხდეს და ასე შემდეგ საჩარხი ინსტრუმენტების კეთება შეიძლება და ასე შემდეგ და უამრავი რაღაცის კეთება რაღაცა პერიოდის მერე გაუფუშდა ძმებთან ურთიერთობა, მარშ ბრაზერსთან ურთიერთობა, იქ ომიც დაიწყო, ეს გერმანული წარმოშობის იყო, პრობლემები შეექმნა ბრიტანეთში, რომ იქ რაღაცა გერმანიაში და იმეებში რაღაცებს, თქვათ, აგზავნის ტექნოლოგიებს, რაღაცებს მოკლედ რა და საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ ცალკე მოუწია გამოსვლა. რაღაცა სასამართლო მოიგო კიდევაც, როგორც წავიკითხე მიახლოვებით, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ძალიან ცოტა მიცეს კომპენსაციის ძალიან ცოტა მიცეს კომპენსაციის წილი, კი ბატონო. უამრავ ექსპერიმენტებს ატარებდა, თვითონაც თანხა მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მიცეს, საკმაოდ ჰქონდა და წამოსული იყო და დაარსა მერე ახალი კომპანია დაარსა. პარალელურად ადგა და შეიძინა მერე რაღაცა კომპანია, რომელსაც თქვათ ბრიტოები უნდა ეკეთებინა. აჰა, მაგ დროსთან ხო, ბრიტოები თემა იყო. კი და ის იყო რა, ერთი პერიოდი ის ჰქონდა, აღმავლობის ხანა ჰქონდა მიშა. და საოცარი რაღაცა კოლექციაც ქონდა, სახლიც საოცარი ქონდა, ეს ყველაფერი და საქმეები კარგად მიდიოდა. მაგრამ ნელა ისე გამოვიდა, რომ თქვათ, არ გაუმართლა ამ ბრიტოების თემა მიშა. და სხვა კონკურენტებმაც ისე გამოვიდა, რომ მაშინ ძალიან ძნელი იყო კი დაპატენტებები და ისინი მიდიოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ სხვამა ბევრმა დაიწყო კიდე მსგავსი რაღაცეების კეთება. და ეს ნელა უკვე დაიწყო, რომ ამისი ბიზნესი უკვე სხვები ძირავდნენ რა, ესე გამოვიდა. და რაღაცა პერიოდის მერე, ნუ ესე წერია რა იქ, რომ თვითონაც ესე ჩანაწერები არის თავისი, რომ ისე გამოვიდა, რომ ეს ფოლადი D2 ახალი რო გამოიყვანეს ქრომის შემცველობა და რაღაცა რომელიც ამისგან მოდიოდა, ამასთან აღარანაირი კავშირი აღარ ჰქონდა. კავშირი აღარ ჰქონდა არანაირი და უკვე სხვები აკეთებდნენ ამ ყველაფერს. და გამოვიდა ისე, რომ უამრავი აი ამ გზის გავლის შემდეგ ერთი წამით ჩავიკითხო 1924 წელს მიშა. ნუ ჩაიკეტა ოთახში და თავი მოიკლა ამ კაცმა, იმიტომ რომ ბიზნესი ნუ ვეღარ აწარმოა იქ ვალებში იყო ჩაძირული და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში ნუ გამოსავლად დაინახა ის, რომ დაემთავრებინა ცხოვრება თავში, ნუ ტყვიან დაიშინა. ცუდი ამბავია. აი ეს
ისტორია, რომელიც ახლა ალბათ მე-1000-დი არ მომიყოლია, იქ ხო წარმოგიდგენია, აი ბაბილონში როგორც არის გახურებული სიტუაცია, ეს ყველაფერი ახლა რაღაც ფოლადს მოიგონებენ ხოლმე, მაშინაც ეგრე იქნებოდა და აი იმ ყველაფერმა ჩაუყარა სათავეში ის, რომ 100 წლის მერეც, ну დღეს მოდის, რომ აი დეორზე დანას რო ვიღებთ, თვლით, რომ კაი მუშა დანა არის. და ყოველ მეხუთე დანა დეორია რა. კი ბატონო, კი და ამან საოცარი ეპოქა გაიარა 100 წლის მანძილზე ძალიან ბევრი საოცრად ცნობილი ხელოსანი ლოვლესი აკეთებდა დეორზე, ბულდოზერი აკეთებდა. კიდე აქ რო უყურებდი, კიდე იქ საოცარი ხელოსნები აღმოაჩინა, ჯიმი ლილე აღმოაჩინა. პარდიუ აკეთებდა ძალიან კარგად აწვრთობდა დაჟე დეორს. სკრინებს დაურთავ კიდე ვიდეოში დაურთავ ის საოცარი ხელოსნები აღმოაჩინა, რომლებიც ასე ვთქვათ პიონერები არიან კიდე ბევრი რამის და რომლებიც ასევე დეორზე მუშაობდნენ, რომ ილესება კარგად, ადვილად არჟანგდება, ადვილად არტყდება, კაი სიბასრეს იღებს. შესაბამისად დღევანდელი საზომით გრეგ მეტფორდი რა დღემდე აკეთებს რაღაცა მე მგონი TF-ებს აკეთებს მე მგონი კიდე დეორზე ხო და ყველაფრის უკან საოცარი ისტორიები დგას და საოცარი ადამიანური ამბები დგას რა და მე სიმართლე გითხრა დეორს სხვანაირად შევხედე აქამდე თუ უბრალოდ დეორი მარკა იყო ჩემთვის ეხლა გახდა ის რომ კი შეიძლება დღეს არ არის რაღაცა სუპერ ფოლადი მაგრამ სულმცირე აი ეს ყველაფერი აქვს რაც რიგით მოხმარებაში მჭირდება და იმის უკან რომ იმ ყველაფერს ხედავ ეხლა რასაც თქვათ აი კრის რივის დანაში შეიძლება ვხედავდე იმის უკან პიროვნებას თქვათ სხვადასხვა დანების შემთხვევაში ეხლა უკვე ფოლადის უკანაც ვხედავ ხო დეორის მხრივ უკვე დეორის მიმართ როგორ ვთქვა რაღაცნაირად პატარა სიმპათიები გამიშთა თუმცა ვიცი რომ ყველა ფოლადის უკან იგივე ისტორია იქნება მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრეა ფოლადის უკან იგივე ისტორია საკმაოდ მაგარი ისტორია აქვს დეორს ხო დეორი ეგეთ გამოვიდა კოღო მოვიდა კოღო არის კი კოღო ბასრე დისკუსიებში შემოვიდა კოღო კაი და თვითონ ფოლადზე რო ვისაუბრო მეგობრებო დეორი მე ვთვლი რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში დღეს რიგითი მომხმარებლისათვის აბსოლუტურად საკმარისი არის. რაზე დაყრდნობით ვიტყვი ახლა მაგას. ვინც თავიდან არ ადევნებდა ჩემს არხს თვალს, გეცოდინებათ რომ თოკზე ვტესტავდი მე. და თოკზე როცა ვტესტავდი, ეხლაც ის ჟურნალი მაქვს და გამომადგება და იმედი მაქვს რომ საბოლოო ჯამში კიდევ შეძლებ თოკზე და სასწორზე გატესტვას და სხვადასხვა ბევრი ექსპერიმენტის ჩატარებას. დეორი აჩვენებდა იმ შედეგს რომელიც ითვლება, რომ ყოველდღიურ მოხმარებაში აბსოლუტურად საკმარისი არის. ერთი ქულა გქონდა საზომი და დეორი აჩვენებდა ხოლმე ნორმალურად ნაწთობი დეორი, ერთზე ცოტათი მეც აჩვენებდა ხოლმე. რო იცოდეთ S30V, ყველაზე კაი S30V-ს რაც უჩვენებია, იყო 1.5. ანუ ბევრად შორს არ არის ამ ყველაფრისაგან. ანუ იმის თქვა მინდა რომ რიგით მოხმარებაში ჩვენ რაც გვჭირდება რომ დანა კარგად ილესებოდეს, კარგ სიბასრეს იღებდეს, ადვილად არჟანგდებოდეს და არტყდებოდეს, აი ეს უბრალო ფოლადიც კი საკმარისი არის. ჩემი გამოცდილებით მე რაც მხვდება, რომ თქვათ დანები უბლაგდება და ასე შემდეგ, ფოლადებზე მეტად არის უდიერი მოხმარება, არის წრთობა. და თვითონ არის დანის გეომეტრია და დანის ხარისხი. ტყუილე კიდე რომ ზოგიერთ საერთოდ არ არის დეორი. ხო, კი ბატონო, ეგეც შეიძლება იყოს. ცნობილი კომპანიაც დაუჯერიათ მაგ ტყუილებში. ბატონო, მიგებია და გადახოვო რომ გავაკეთოთ. K390-ს რამდენი ქულა კონდა გამახსენე? K390 ჭრის გიჟივით. არა, ეგ ვიცი, ქულა რა გამოდიოდა თუ გახსოვს. ხუთის ფარგლებში პლუს მინუს. უბრალოდ ესეთი ზღვარი არის, რომ მანდ პარტიასაც მნიშვნელობა აქვს უკვე K390-ზე. ყველაზე კაი შედეგი მაგით და დე? არა. ყველაზე კარგი ამას RX-121 ჭრის გიჟივით. დანარჩენი მიუხედავად იმისა, რომ ეს 390-ზე ყვებიან ლეგენდებს და ასე შემდეგ, ესე არ გაუჭრია არც ერთს. გასაგებია. მაგრამ ეხლა იმასაც გეტყვით, არ ვიცი, ძალიან დიდი თემა არის რა. RX-121 ხო ჭრიდა, მაგრამ ეს უფრო მაგრად ჭრიდა. გასაგებია, აგრესია აქვს. აგრესია აქვს, აი როგორ რა ვთქვა. აი ესე აგიხსნით. K390, ну ის იმ შემთხვევაში ისე იყო ნაწრთობი, მე ახლა სხვა ნაწრთობი არ გამიტესტავს. დანა ბლაგუდებოდა, თმას ვეღარ პარსავდა. მაგრამ ჭრიდა, აი სასწაულად ჭრიდა მაინც. და აი ეს RX-121 რაღაცნაირი ცივიჭრა აქვს რა, ძალიან მაღალი სისალი აქვს და ის სხვანაირად მუშაობდა, ცივაჭრდა. ხო და
აი ეგეც არ არის რა მნიშვნელოვანი რა რომელი უფრო დიდხანს ჭრიეს ძალიან ბევრი რამეზე არის დამოკიდებული აი რუსების თემას ვიტყვი ბევრი შეიძლება არ მოგწონდეს ახლა ჩრდილო მეზობელი და ბევრი რამე მასთან დაკავშირებული მაგრამ ამ თემაში ვიტყვი რომ გამოცდილება აქვთ ძალიან ბევრს ნადირობენ და ეგ ხასიათი აქვთ რომ აი ეძიებიან ეს ხელოსნური თემა რა და მაგათ ერთ ქულას ვიტყვი ის ერთი ქულა საიდან მოდის მოდის იქიდან რომ როდის მიაქვთ დანები გასალესად ძირითადად და ძირითადად გასალესად რომ მიექონათ დანები იქ რომ ადარებდნენ იყო ზუსტად ის მდგომარეობა რასაც ის ერთი ქულა დაარქვეს ანუ საზომი იქიდან აიღეს და ეგ საზომი ერთი ქულაც პრაქტიკულ ცხოვრებაში მოდის იქიდან ქართულად როგორ არის ლოს ნუ ხავიღოთ ხარირებით რაღაცა ხო აი ლოს აი ერთ ლოს ერთ ქულიანი ფოლადის მქონე დანა ამუშავებს ბოლომდე ისე რომ კარგად და დანარჩენი უკვე მერე იწყებს რაღაცებზე სრიალს ხო იცი წესზე რო გასრიალდება და რაღაცა უკვე არაკომფორტული ხდება ეგ არის ერთი ქულა რო იცოდეთ და ითვლება რომ სავსებით ნორმალური არის რომელსაც თეორი აკმაყოფილებს თუ კარგად ნაწრთობი არის და თუ კარგად მოიხმარს ადამიანი შვენიერი როგორი იყო ძალიან საინტერესო იყო ჩემის მხრიდან ორ რაღაცას დავამატებ გიორგის ნებართვით, ანუ კატეგორიებში თუ შევხედავთ, ანუ დეორი არ გადის უჟანგავ ფოლადებში, ეძახიან ნახევრად უჟანგავს, მაგრამ საქართველოს უმეტეს ტერიტორიებზე დეორი არის ბრწყინვალე ფოლადი, ერთადერთი ანუ ზღვისპირეთში დეორს მეტი მოვლა დაჭირდება, მაგას დავამატებთ. სხვა მხრივ ძალიან საინტერესო ამბები მოგვიყვა ბატონმა გიორგიმ და მე პირადად მადლობას მოგახსენებ ბატონო. შენ კი რა ხდება? ჩემსკენ არ არის ესეთი საინტერესო სიტუაცია ისტორიის კუთხით. არ არის ესეთი ძველი ფოლადი და დავიწყებ ეს. ზოგადად ფოლადები 99% შემთხვევაში დანებისთვის არ იქმნება და სულ რამოდენიმე კიდზე ჩამოთვლი ფოლადებს, რომელიც უშუალოდ დანებისთვის შეიქმნა. ერთ-ერთი მათგანი არის სენდვიკი 14C28N, რომელიც სულ ახლა ხანს, რომელი იყო 2009 იყო თუ სწორად ერთადერთ წელს ჩავხედავ თუ შეიძლება, იმიტომ რომ სპორტული ინტერესი მაქვს. ვიტყვი სადანე თემაზე დანებისთვის არ იქნება მაგას სერიოზული მიზეზი აქვს სადანეთ რატო არ იქნება ფოლადები. აი დავამთავრებ მიშას რეალურად სადანე ინდუსტრიას ფოლადების თემაში უკავია, არ ვიცი, 1%-იც არ უკავია. ხო ხვდებით, რამდენად მცირე წილი შეიძლება მოდიოდეს ფოლადებზე დანებზე, როცა იმხელა ინდუსტრიები არის, რომელსაც ემსახურებიან ეს მეტალურგიული ქარხნები და იქ დანების თემა არის ძალიან პატარა, შესაბამისად არაკომერციული არის. ცალკე დანებისთვის მარტო მოტორი რო გააკეთო იქიდან გამო ალბათ 100,000 დანები. კი ბატონო. ნუ ძალიან გვეხმარება ლარინ ტომასი რომ ცოტა სადანე ფოლადებში შემოიხელა და ყურადღება მოეცადა. მოკლედ ნუ აი ზუსტად ესეთი ფოლადი არის ჩვენი სენდვიკი, რომელიც 2009 წელს კერშოუს ძალიან ესეთი აქტიური ჩართულობით დღეს ალეიმა ქვია ამ კომპანიას, მაშინ სენდვიკი ერქვა, შეიქმნა და ეს იყო მანამ სხვა სენდვიკები არსებობდა 13-ი ასე შემდეგ. მოკლედ იმათი გაუმჯობესებული ვარიანტი კოროზიის მიმართ, ასე ვთქვათ, მდგრადობის მხრივ შეიქმნა და აი ლარინ ტომას თუ დავესესხები, მინდა რომ ციტირება მოვახდინო და ესეთი რაღაცას იძახის ბატონი ლარინი ერთი წამით, ხო, if you like your knives to ხო თუ გინდათ რომ თქვენი დანები იყოს ბრიტვასავით რა ქვია იმას ბასრი და იოლად შეგეძლოთ ამ სიბასრის ასე ვთქვათ დაბრუნება მინიმალური ძალისხმევითო მაშინო 14C28N არის საუკეთესო ბიუჯეტური ფოლადიო და ამავდროულად თუ გინდათ რომ ეს toughness კონდეს იგივენაირი სუპერ სიმტკიცის როგორიც მაგალითად შვედურ AEB-ელს აქვს, აქაც სენდვიკი არისო
საუკეთესო არჩევანიო რა. ანუ ბატონი ლარინი ესე რო აფასებს, ანუ მინდა რამოდენიმე ის თქვა რა, აი წეგან რო თქვით ფოლადის ძირითადი თვისებები, იქ ერთ-ერთი მთავარი თვისება იყო age retention, ხო? ანუ როგორ თარგმნით ბატონო გიორგი გამახსენე? ცვეთა მედეგობა? არა, wear resistance კი არა, age retention რა, სიბასრეს რამდენი ხანი ინარჩუნებს. ჭრელთვისებას რამდენი ხანი ინარჩუნებს. მაგ ნიშნულში მაგალითად სენდვიკი უკან დგას პირობითად ვიდრე დეორი, მაგრამ ბევრი სხვა თვისებების გამო ბევრად წინ აყენებენ მას. პირობითად თუ ვიტყვით რომ 60 სიცალეზე ნაწილობით დეორი, თქვათ 480 ჭრას აკეთებს, სენდვიკი იგივე იმაზე აკეთებს 415 ჭრას. მაგრამ სენდვიჩს აქვს ერთი ბრწყინვალე თვისება. აი, რასაც იძახიან თმის გასაყარს სიბასრეს სენდვიჩი ინარჩუნებს. იმაზე დიდხანს, ვიდრე მაგალითად თუნდაც მხნელოვანი S30V. ანუ ძალიან საინტერესო ფოლადი არის. მასში ნახშირბადთან ერთად მის ჭრაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზოტიც. არ დავიწყებ აქ როგორც შევთანხმდით ძალიან ქიმიურ ჩაღრმავებებს, უბრალოდ თანამედროვე ფოლადი არის და ბიუჯეტურ, ასე ვთქვათ, სეგმენტში ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. პირობითად, აი ლესვის დროს მაგალითად, თუ არის ნათქვამი, რომ დეორს ჭირდება ცალი კუთხე რეკომენდირებული 20 გრადუსი და მეტია, ამაზე ნათქვამი არის, რომ პირობითად 15 გრადუსსაც ძალიან მშვენივრად ინარჩუნებსო. აი ეს მომენტი რო ამიხსნა ბატონო გიორგი შენებური, ასე ვთქვათ, იმით, რა ქვია, პროფესიონალიზმით. რა ის გულისხმობს? ანუ დაბალ გრადუსზე რო ის მეც ინარჩუნებს ხო? სიმართლე გითხრათ, წავიკითხო ზუსტად რას გულისხმობ, უბრალოდ შემგამოცდილებას ვიტყვი მიშა, რომ აი დინამიკებს რო ლარინ ტომასიც რო აკეთებს დინამიკას. აი დაბლაგვების დინამიკები, ხო? მეც რო ჩამეტარებია ექსპერიმენტი, არის განსხვავებული. ბევრს შეიძლება გგონი, რომ დაბლაგვდება, ხდება რაღაცნაირად თანაბრად ხდება. ეგრე არ არის დაბლაგვების დინამიკები. ანუ სიბასრეს თავიდან საწყისი ერთნაირი რო ქონეთ სიტყვაზე, ხო? რაღაცას გავტესტავთ და აი კატრას მეთოდს აიღებ თუ მე რო თოგზე ვტესტავდი ხოლმე, ხო? თქვა და საწყისი აქვს ერთნაირი სიტყვაზე, ხო? არის ესეთი, რომ ერთი შეიძლება დიდხანს არ ბლაგდებოდეს ძალიან და მერე უცებ დაბლაგდეს. მეორე შეიძლება რომ თავიდანვე ადვილად დაბლაგდეს, მაგრამ მერე ძალიან დიდხანს დაიჭიროს. ხო და ალბათ ეგ იგულისხმება ეგ თვისება, მაგასაც ექსპერიმენტი, რა თქმა უნდა, ჩემზე 1000-ჯერ მეტი აქვს ჩატარებული. კი ბატონო, მოკლედ ზუსტად აი ამ თვისებებიდან გამომდინარე, იძახის ლარინ ტომასი, რომ ანუ პირობითად ანუ შესაძლოა რომ მაგალითად რაღაცა ფოლადი 25%-ით დიდხანს ინარჩუნებდეს ჭრას, მაგრამ აი იმ ფუნქციებს და იმ თვისებებს, რაც მის ჟანგვა-მედეგობასთან არის კავშირი, იმასთან რო არის ძალიან ესეთი მტკიცე და გამძლე ფოლადი, აი ამ მომენტს ერთობლიობაში მოდი აკეთებს სენდვიჩს ამ ყველაფრის გამო. ორ ტერმინს გამოვიყენებ. ორად იყოფა დანის სამუშაო მდგომარეობა, არის საწყისი სიბასრე და არის სამუშაო სიბასრე. არ ვიცი ეგ როგორ აგიხსნათ, მაგრამ აი ძალიან კარგად ჩანდა ეგ დანებს რო ტესტავდი ხოლმე თოგზე, რომ აი სულ თავდაპირველ სიბასრეს დანას რაც აქვს, აი თმებს რო ჰაერში წვიტავს ეგრევე. იმას ქვია საწყისი სიბასრე. იმას დანები მალე კარგავენ შედარებით და ის იგულისხმება იმ სენდვიჩის შემთხვევაშიც, რომ იმის საწყისი სიბასრე რამდენად დიდხანს აქვს, რომ ის ძალიან მაგარი არის და მე ადვილად აიღოს, მაგრამ დანარჩენი მე ჯდება სამუშაო სიბასრეზე. და ეგენი არის ყველაფერი ეს განსხვავებული დინამიკა არის დანის ფოლადიდან გამომდინარე. აი მაგის ახსნა მინდა, რომ ანუ საწყის სიბასრეს ვინაიდან კარგად ინარჩუნებს სენდვიჩი სამუშაოში მაგალითად S30 ჯობნის, მაგრამ საწყისში ჯობნის სენდვიჩი და აი ეს საწყისი რო დააბრუნო არის ძალიან იოლი. ანუ პირდაპირ უწერია რა, რომ იქ არ გჭირდება რაღაცა რთული დანადგარები, რაღაცა კონკრეტული ქვით ძალიან მარტივად ადვილად ილესება. აქვე არის ნათქვამი, რომ ანუ იქ რაღაცა კონკრეტულ როკველაში 55-დან 62-მდე ხდება სენდვიჩის ამზადება და კომპანიების მიხედვითო ძალიან განსხვავდებაო ეს მასიურ წარმოებაში რომელი კომპანიის სენდვიჩს იყიდითო რა და
თვითონ იქ წერია, რომ მოკლედ რაც მინახიაო, მოკლედ CVV არის საუკეთესო წარმოებისა კომპანია, რომელიც სენდვიჩსო ასე ვთქვათ აკეთებსო ყველაზე მაგრადო რა და მე ეს არ გამომიცდია. მე CVV ძალიან მიყვარს, სენდვიჩით ბევრი დანები მაქვს. უშუალოდ გამომიყენებია და მასადზე მე თვითონ რომ ამიწყვია პირი, მართლა ძალიან მაგრად იღებს პირველად ასე ვთქვათ სიბასრეს და მოკლედ ჩემი დღევანდელი ფავორიტი ზუსტად ამის გამო გახდა. ერთ მაგალითს მოვიყვან კიდე, აი კარგად რომ დაინახოთ ფოლადებს, რომ იმდენი არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დანების შემთხვევაში, რამდენადაც მწარმოებელს და თვითონ დანას. მაგალითად 690 ჩვენ ყველა მისით ეს ფოლადი და აქტიურად გამოიყენება სადანე თემაში და ძალიან კაი ფოლადი არის. თვისებებით ალბათ D2 ჯობია, ნუ უჟანგაობა მეტი აქვს შედარებით და ჭრაზე რო ვამოწევდი ხოლმე, ჭრითაც არანაკლებ ჭრის. მაგრამ ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, ყველა მიცით ექსტრემა რაციო, რომელიც ამაყადა რაღაც იმას რო ითხოვდი და გამიხარდა რომ N690-ზე მივხვდით. ხო, N690. ყველა მიცით ექსტრემა რაციო ბრენდი, რომელიც დანების 99% თავის დანებისას აკეთებს N690-ით. და ძალიან ამაყადა წერია 58 სისალე HRC. მაგაზე ვისაუბროთ. მიდი, რატო არა, კაცო. მოდი, როკოლაჟზეც ვისაუბროთ, ბევრს გონია ხოლმე. რომ რაც უფრო მაღალი აქვს სისალე, უფრო კარგად ჭრის დანა. სინამდვილეში HRC-ს როკოლაჟის საზომი არის ესეთი თვისება არის. აი როგორ განმარტო არ ვიცი, რამდენად ეწინააღმდეგება თვითონ ეს ფოლადი გარე სხეულის შეჭრას მასში. ეგ არის სისალე, მეტი არაფერი არ არის. ანუ ლესვის დროს ხო, გარე, ანუ შეიძლება ძალიან ძნელი იყოს იქ გაკაწურა იმ ფოლადის, მაგრამ ცუდად ჭრიდეს. სისალეს კავშირი არ აქვს ჭრასთან. ხო და ეხლა რომ დაუბრუნდეთ ექსტრემა რაციოს, აი ძალიან ამაყადა წერს, რომ 58 აქვს სისალე. როცა სხვა შეიძლება 61.5-ზე, 62-ზე წაწვთობენ ხოლმე, როგორც ვიცი, N690 და ძალიან აბსოლუტურად სხვა თვისებები აქვს მაშინ N690-ს. რატო ხდება ახლა ესე? ექსტრემა რაციო პირდაპირ იძახის გულახდილად, რომ ვაკეთებ ტაქტიკურ დანებს. ტაქტიკურ დანებში გადამწყვეტი არის, რომ დანა არ გადაწყდეს. იქ რაღაცა სქელი ჯავშანი რო აქვს, სხვადასხვა აღჭურვილობა რო აქვს, ხო? იქ ვთქვათ, ბრძოლის დროს, გვერდითი დატვირთვების დროს, ასე შემდეგ, მაქსიმალურად არ გადაწყდეს დანა, ეგ დანიშნულება აქვს. სხვადასხვა დატვირთვების დროს, როცა სხვა თუ სხვა მიზნით აკეთებს დანას, იქ 58-ზე თუ აი 58-ზე რო გითხრათ, კარაქივით არის რა N690, შეიძლება თოკი გაჭრა სიტყვაზე 20 ჯერ. როცა 62-ზე ნაწრთობა N690-მა კარგად შეიძლება გაჭრას 100 ჯერ. ხო და აი ეგეც ალბათ კითხვები დააკონკრეტეთ, ზუსტად კონკრეტულად რა გაინტერესებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი თემა არის ეს, აი ფოლადებზე ისაუბრეთ. კონკრეტულად რა კითხვა არის, თქვათ, უკეთესად გააქცევთ პასუხს, თქვათ, რომ აი იმ დანიშნულებისთვის, თქვათ, შეიძლება რა ფოლადი შეიძლება უკეთესი იყოს და თქვათ, ღირდეს თუ არა მეტის გადახდა. დანარჩენი ძალიან დიდი თემა არის და ძალიან ბევრი შეიძლება ამაზე საუბარი ხო გეუბნებით. კოროზია მედეგობაც კი დამოკიდებული არის იმაზე, თუ როგორ არის ნაწრთობიდან და როგორ არის დამთავრებული, თქვათ, მისი ზედაპირი. მოკლედ ზუსტად აი ამ დანიშნულების გამო მე ხა ჩემი კონკრეტული ფოლადიდან ორი დანა მაქვს ამოღებული, რომელიც დანიშნულებას აი პირდაპირ ეძახის გიობოდეში ხელი ეწოდე. ანუ აი კონკრეტულად სათევზაოდ ეს არის მოკლედ CVV-ის მოდელი, რომელიც პირდაპირ ხედავთ, რომ სათევზაოდ დანა არის და სენდვიჩი ამაში არის ძალიან კარგი ფოლადი და აქვს მეორე CVV, რომელიც არის ეგრეთ წოდებული დასაკეცი საველე სამზარეულოს დანა ოსტაფელის დიზაინით და აქაც გეტყვით, რომ ძალიან კარგად გამოგადგებათ ეს ფოლადი აი ამ ორ მიმართულებაში. შესაბამისად, სხვადასხვა ფოლადი შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებაში იყოს უფრო კარგი, სხვადასხვა წრთობით და სხვადასხვა გეომეტრით. კი ბატონო. დანარჩენ ჩემ ხედვასაც გეტყვით, აი ძალიან პატარა ყურადღებას ვაქცევ დანის შეძენისას ან დამატებისას თუ რა ფოლადზე არის. სამუშაო დანების შემთხვევაშიც ახლა კი ცოტა გაჭირდა ახლა, მაგრამ შარშან წინ ახლა მე ძალიან ბევრი დანით დავდიოდი და არასოდეს არ ვაქცევდი ყურადღებას, თქვა, თავარი არის რომ დანა მომწონებოდა. დანარჩენი ყოველდღიურ საქმე ცხოვრებაში დღეს რა ფოლადებზეც კეთდება დანები. თუ ნორმალურად ნაწრთობი არის, ძირითადად ყველას ყოფნის. თუ რაიმე სპეციფიურზე არ მუშაობთ,
თუ სპეციფიურზე მუშაობთ, მაგალითად ელექტრიკოსებთან მაქვს ურთიერთობა, აი კაბელებს ჭრიან, რაღაცებს ჭრიან, აი მაგ შემთხვევაში უკვე იგზნობა ხოლმე და ამბობენ რომ აი მალე მიბლაგვდება. აი S30-ი მაგალითად ძალიან მალე უბლაგვდებოდათ ხოლმე და წაუღიათ ხოლმე S100-ი, მერე Spider-Cos-ი, რომელიც უკვე ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგ გაჭრის, მაგრამ ხო გეუბნებით ეს ისევ რაღაცა ვიწრო პროფილური რაღაცა დატვირთვაზე არის, თორე ყოველდღიურ ცხოვრებაში, აბსოლუტურად საკმარისი არის ესე. ბატონო გიორგი, ჩვენი ესეთი მიმოხილვა, ასე ვთქვათ, დავასრულოთ და მოდი ახლა აი ამ დანებიდან გითხარი, აი რაღაც განსაკუთრებული ფოლადები დევს მე ვხედავ და უბრალოდ ვთქვათ, რომელი რა არის. მოდი რამის დამავიწყდა, კიდევ კარგი. დამასკურზე არ გვისაუბრია, მიშა დამასკური დღესდღეობითაც, დღესაც ძალიან ბევრს გონია, რომ დამასკური მაგისთვის წამოვიღე. დღესდღეობით მეგობრებო, დამასკური შეიძლება დავარქვათ ესე, რომ არის მოძველებული ტექნოლოგია. მოძველებული არის, რომელიც კონკურენციას ვერ უწევს, აი ამ როგორ ვთქვა, მონოფოლადებს, ანუ ერთი ფოლადი რო არის, ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს. დღესდღეობით დამასკურმა გადაინაცვლა უფრო ვიზუალური და მხატვრულ ღირებულებაში. სიმართლე გითხრათ, და აი თანამედროვე დამასკურები არ გამიტესტავს, ეხლა დამასტილი რო აკეთებს და რა, მაგრამ აი სულ ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში მე მგონია რომ დევორთან შეიძლება ვერ მივიდეს. ან დევორი ირგვლივ ტრიალებდეს რა, როცა ფასი შეიძლება ქონდეს აი ასმაკი. ხო, გასატესტი არის ეგეც, შეიძლება მე მაგისთვის მოვიცალო და გავტესტო ეგეც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იცოდეთ რომ დამასკური ადრე თუ იყო ისე რომ თქვა სხვა ფოლადებთან შედარებით მართლა თვისებებით უკეთესი გამოდიოდა რიგი მიზეზების გამო. დღესდღეობით უფრო მხატვრული ღირებულება აქვს. ნამდვილად, ამაზე ვიცი რომ ვიღაცები არ დაგვეთანხმებიან, მაგრამ ეგრე. დანარჩენი მიშა სხვადასხვა ფოლადები წამოვიღე, როგორც გითხარი, ფოლადებს სამუშაო კუთხით მე არ ვარჩევ კოლექციაში, უბრალოდ ისე გამოვიდა, რომ სხვადასხვა ფოლადები რომ მქონდეს კოლექციაში, მაგის ინტერესიც მაქვს. შეიძლება თქვა დანა დიდად არ მოიხიბლო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებულ ფოლადზე იყოს და ის დავიტოვო კოლექციაში და ახლა მაგალითად ძალიან მომწონს აი ეს Viking Steel. კი ბატონო. მოდელიც ძალიან მომწონს, მაგრამ Viking Steel არის რა. რა თქმა უნდა, ახლა რა თვისებები უნდა ქონდეს, ახლა ამას პლუს მინუს, მაგრამ მაგის მიხედვითაც ვაგროვებ ფოლადებს სუმცირე, როგორც წეგან თქვი და ბევრჯერ გავიმეორე, ყოველდღიურ ცხოვრებაში აი ეს თანამედროვე დაწკეთება ფოლადები ყველა საკმარისი იქნება. ეს Viking Steel არის მიშა. აქ VG10 არის, Hero Knives-ზე, Sanmai არის, პაკეტი არის. 15-ვი 15-ვი ამას არ შეველევი არასოდეს. აი ZDP-ც ძალიან მომწონს თან რო ვიცი რომ ეს ძველი ZDP არის, როცა თქვათ ძალიან მაღალ სისალეზე იწრთობოდა. დაჟე წაგისვია ის. ხო, დამცავი მაქვს წასმული. ხო, დამცავს ხმარობ ხოლმე, ეს ცოტა გაჩნდა, кайხანი არ წამისვია. კი ბატონო. სხვა რომელი მოხს K390 მოხს მაგალითად ეს. დამცავი უნდა წაუსვა, მეც Max-13-ს კაი გამახსენდა. Max-13 შეიძლება ლამაზად გაშავდეს, გააჩნია როგორი ფინიში აქვს, რაღაც პატინასავით რო გაუკეთდეს, შეიძლება ცუდი არ იყოს. არა, პრინციპში რომ ისე ტონს იცვლის ხოლმე. პატინასავით რო გაუკეთდეს, რაღაცა შავად რო დაკრავს ხოლმე, ეგ ჩემთვის პირადად ალამაზებს ხოლმე რა. ეგეც რა თქმა უნდა ინდივიდუალური არის. K390-ით ძალიან მინდოდა და აი ეს ისეთი ფოლადით შევარჩიეს, რომ თან ვატარებდი და აი ამას ესე ამუშავებდი ხოლმე. მოკლედ ფოლადები გიორგიმ როგორც აღნიშნა ძალიან ღრმა თემა არის, თუ რაიმე კონკრეტული გაინტერესებთ, მოიწერეთ კომენტარებში და მაქსიმალურად შევეცდებით რომ ერთ ვიტყვი კიდე ერთი და იგივე მოდელი ერთ და იგივე ქარხნიდან შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს ნაწრთობი, რო იცოდეთ. სხვაობა ეგ არის, აი custom ხელნაკეთ, აი რო გადაყვება ხელოსანი მაგეთ ეგრე ნაწრთობ ფოლადსა და სერიულ ნაწრთობს შორის. დღესდღეობით აი ეს თანამედროვე ფოლადები, ალბათ ადრეც ეგრე იქნებოდა. აი 10 გრადუს სხვაობაზეც კი სხვადასხვა თვისებებს იძენს და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ახლა კონვერზე რო იწრთობა, მუფელშიც კი, თქვათ, პატარა მუფელშიც კი შიგნით სხვაობები არის გრადუსებს შორის და ახლა კონვერზე ეს ამდენი დანა რო იწრთობა, იქ ბევრად მეტი სხვაობები არის. იქ კუთხეში რო სადანე ფოლადი არის, პირი მოხვედრილი, იმას შეიძლება სხვანაირად იწრთოს და შუაში რო არის მოხვედრილი, ის სხვანაირად იწრთოს. უბრალოდ სერიულად სხვანაირად არ გამოდის არანაირად და წარმოებელმაც იცის, რომ თქვათ, ფოლადის რესურსები სიტყვაზე 50% იღებს.
მაგრამ იგივე ფოლადს თუ აიღებთ კარგი მეტალურგისაგან, კაი დანის ხელოსანისაგან, ვინც კარგად დაამუშავა, რა თქმა უნდა, ის სადაც დედამიწა იქნება უკვე. კი ბატონო. ანუ ამიტომ გამიდოღირს კასტელები ძალიან ძვირი მეგობრები. კი ბატონო. არის. მადლობა ბატონო გიორგი. გემშვიდობებით, აბა დროებით მომავალ ვიდეოებში. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი. მადლობა.